თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, თავისუფლება მზია ამაღლობელს. დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, ალბათ ყველამ კარგად ნახეთ. დედის გინების გარდა ყველაფერია რეზოლუციაში, ახლა ევროპელები ჩვენსავით არ იგინებიან დედას. მაგრამ ყოველგვარი არადიპლომატიური და ყოველნაირი სიმკაცრითაა ყველაფერი გაწერილი. ახლა მთავარია რომ მოხდეს ამ ყველაფრის აღსრულება, რაც შეიძლება სწრაფად, მით რომ საქართველოს დრო დასაკარგავი ნამდვილად არ აქვს, ჩვენ რომ არაფერიც არ გავაკეთოთ, ხელისუფლება მაინც ჩამოინგრება, ის უკვე ჭრიჭინებს და ერთი კარგი ხელის კვრა უნდა და მისი ჭრიჭინი აგერ ბელგიაში, ანტვერპენში ჩამოდის უკვე აი ნათლად მესმის მათი ჭრიჭინი სხვა. მაგრამ ჩვენ ყოველი დღე ჩვენთვის არის მძიმე, მით უმეტეს, როდესაც ყავს შიმშილე პატიმრები და არ ვიცი ახლა მის გმირობას რა უწოდო, მე მზათა ვარ ყველა პოლიტპატიმრის ფეხქვეს დავიჩოქო და ისე უთხრა მათ მადლობა და განსაკუთრებით ქალბატონ მზიას, არ ვიცი, ის არ აპირებს გონის შეწყვეტას, ამიტომ ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა, რომ დაჩქარდეს ამ სანქციების აღსრულება. და რავი, ჩემი მოსაზრებით, ალბათ ადრედაც ჰქონდა ეს, მაგრამ არ გამოვიდა. საჭიროა ერთიანი აქცია, ხალხმრავალი აქცია, როგორც საქართველოში, ასევე პარალელურ რეჟიმში ჩატარდეს მთელი ევროპის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დედაქალაქებში. პირობითად, რა ვიცი, 18 რიცხვი იქნება ძალიან კარგი. ძალიან კარგი, თუკი თბილისში მრავალრიცხოვანი აქცია იქნება და პარალელურად ზუსტად იმ დროს ამერიკა ცოტა დროში ვერ გვემთხვევა, ევროპის ყველა დიდ ქალაქში, ყველა დედაქალაქში ერთდროულად ჩატარდეს აქცია და განსაკუთრებით ევროპის ქალაქებში, რამე თუ აქედან უფრო ადვილად მივაწვდეთ ჩვენ სათქმეს, რომ სასწრაფოდ დასაწყებია სანქციები, სასწრაფოდ აღასრულეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რათა ყოველი დღე მძიმე არის საქართველოსთვის, როგორც ადამიანების სიცოცხლისთვის, ისე ეკონომიკისთვის, ისე მომავლისთვის და ისე ყველაფრისათვის რა. ყოველი დღე ცვირად უჯდება საქართველოს, ათობით დაჭერილი, ათობით გალახული, ათობით დატერორებული ადამიანი და ასე შემდეგ და ახლა შიმშილობას მართლა ხო აქვს ყველაფერს ვარი, სასწრაფოდ გადასარჩენია ქალბატონი მზია, თემური ყველა მოშიმშილე პატიმარი, რა თქმა უნდა, ბოდიში მათ გვარების ყველას რო გამოჩეს ვინმე სიცხვილია და დასაჩქარებელია. ამიტომ რა ვიცი, მოდი ვიფიქროთ ერთდროული აქციის გაკეთებაზე. მე მგონია უფრო შედეგიანი იქნება და კიდევ ერთხელ დაანახებს ევროპას ემიგრაციანად და საქართველოში ცხოვრებულიანად ყველანი ვართ ერთ აზზე და ყველას გვინდა რომ დააჩქაროთ სანქციები.